საღამოშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით. კვლავ აბა კიდევ ერთხელ შემოგიერთდით ამ თემასთან დაკავშირებით და თქვენგან კითხვებით უწამავიდა ამ კითხვებზე პასუხს უპასუხებთ, თან უკვე დაწყებული იქნება პრინციპში პროცესი. პროცესი არის ესეთი, მეგობრებო, ნახეთ. პროცესი ასეთია. და შემომიერთდით და დავიწყებ შემდეგ საუბარს. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, 9, 10. 28%-ია. მე-1000-ზე შემოხვედი 1 მაყურებელი. მოდი დავიწყე პირდაპირ საუბარს, რა არ გავაგრძელო. გეტყვით ახლა ერთ რამეს. აი მეორედ შემომიერთა გამარჯობა. უბრალოდ ვერ ვპოულობ ახლა ამას განათებას. და თან მინდოდა შემეერთებინა, რომ არ წაგვივიდეს დრო. ეხლა ნახეთ მეგობრებო, რა ხდება რა. არის ესეთი პროცესი. თქვენ იცით, რომ იმის შესახებ, რომ რაც უფრო უბრალო ადამიანი, მით უფრო ქრისტიანია. ქრისტიანული სულისკვეთებაა ეს უბრალოება. თქვენ ისიც იცით, რომ რაც უფრო უბრალოა საქმე, მით უფრო უბრალოებაში არის ყველაფერი დიდი დამალული. ყველაფერი უბრალოებით გამოიხატება, თუ კი ადამიანს უნდა ქრისტიანობის გამოხატვა, ხო? ეხლა ნახეთ, ამ აქციით მე რო გავაცხადე, რომ ავდივართ ჯვარზე და ვინც ვთქვათ სურვილს გამოთქვავს და მოუნდება, რომ იქ დარჩება იქ, მე ვიქნები იქ, მეგობრებო. მე ვინც შემომიერთდება და ვინც დარჩება ჩემთან ერთად, ის თავისთავად აღავლენს იქ წირვას ქრისტესთვის. ეს არის პრინციპში არის შენი ხმის შეწირვა და შენი საქციელების შეწირვა იმისათვის, რომ შენ ქრისტეს შეუერთდე. შენ თუ ფიქრობ, რომ ქრისტე არის ჩვენი მეფე და ქრისტე არის ჩვენი პატრიარქი, შენ მოხვალ და შენს პოზიციას დააფიქსირებ, რომ კი, მე ვაღიარებ, რომ ქრისტე არის ჩვენი მეფე და ქრისტე არის ჩვენი პატრიარქი ყველა დროში. მრავალჟამიერ. აწდა მარადის და მრავალჟამიერ. გესმით? ნებისმიერი ადამიანი, იქნება ის ეროვნული, იქნება ის არაეროვნული. პარტიებზე მე აღარ მაქვს საუბარი, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა პარტია გაყიდულია. იქნება ეს ვიღაცა მომწერა, ლაზარე მომწერა, რომ ჩემი ნახვა თუ გინდათ აჭარაში ჩამოხვალთო. მე გეტყვით რა, ბატონო ლაზარე. მართალია საინტერესო რაღაცებს შეიძლება მაწვდიდეთ მე, მაგრამ მე უფრო საინტერესო რაღაცას მოგაწვდით იდეას, რომ ქრისტე არ ჩასულა არც ჭაში და არც რაში. ქრისტე ავიდა ჯვარზე, ხომ ასია? ხო და ჩვენც ავდივართ ჯვარზე. ანუ ძალიან ადვილია, მარტივია ეს საკითხი გადასაწყვეტად. თუ შენ გსურს ჯვარზე ასვლა, ქრისტეს დაუდგე მხარში, შენ ახვალ ჯვარზე და არ წახვალ არც აჭარაში და არც რაჭაში და არც გურიაში, ხო? შენ წახვალ ჯვარზე. მითხარით საქართველოში თუ კი არის კიდე სხვა ჯვარი, წავიდეთ იქ და დავდგეთ. ჯვარზე ასვლა ნიშნავს ჯვარზე ასვლას. შენ თუ გსურს რომ ახვიდე ჯვარზე და დაუდგე ქრისტეს მხარში, იქ ვიქნები, იქ მიხილავ და იქ მოხვალ. იქ იტყვი შენ სიტყვას და მე არ გავეკიდები პეტრეს, რომელიც გაიქცა და თქვა მე ქრისტეს არ ვიცნობ. გესმით? არც პავლეს, არც სიმონს, არც მათეოს არ გავეკიდები. არც მათეს. იმიტომ რომ ისინი გაიქცნენ და ქალები იდგნენ იქ, სადაც ქრისტეს ჯვარს აცმევდნენ.
აცვავდნენ თუ როგორც გინდა ის ჯვარზე აცვეს ქრისტე, ხო? ქალები იყვნენ ქრისტესთან. ახლა ზუსტად იგივე ხდება. ქალები მიდიან ჯვარზე. კაცები მოითხოვენ სადღაცა ჩამოსვლას, რომ მე მივაკითხო კაცებს. უკაცრავად რა. მე არავის არ მივაკითხავ სახლში, თუ ვინმეს ქრისტიანობა სურს და ქრისტეს მეფედ აღიარება და ქრისტეს პატრიარქად აღიარება, ამოვა ჯვარზე და იტყვის თავის სათქმელს. მღვდელი იქნება ეს. ყოფილი სასულიერო პირი, თუ ახლანდელი მოღვაწე სასულიერო პირი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამოვა ჯვარზე და რომელიც შეუერთდება ქრისტეს სიტყვით, რომ აღიარებს ქრისტეს ყველა დროის მეფედ და ყველა დროის პატრიარქად, როგორც ეს უნდა ყოფილიყო წესით აღიარებული ყველა ქრისტიანული ქვეყნის მიერ და დღემდე რომ არ მომხდარა ეს, მოხდება ახლა და ამ წამს, ამ ჟამს. თუ არ სურს ადამიანებს და გამოჩნდება რამდენი ქრისტიანი იქნება ამ დედამიწაზე, გამოჩნდება ჩინში ვართ, თუ შენ ვერ იხილე ქრისტიანები და მხოლოდ ერთი მაინც თუ ვიხილეო ქრისტემ თქვა, მხოლოდ იმის გამო გადავარჩენ დედამიწასო. გესმით რა შეასაქმე? და მე არა ვარ იმის მოლოდინით, რომ იქ 10,000-ობით ადამიანი ამოვა. შეიძლება 154,000 რჩეული იქ შეიკრიბოს. და შეიძლება ეს ერთი იყოს ზუსტად იმ 154,000 რჩეულიდან, რომელიც დედამიწაზეა ჩამოსული. თუ იქნება მხოლოდ ერთი ეს რჩეული, ისიც საკმარისი იქნება. მაგრამ ერთი კი არა. დარწმუნებული ვარ. იქ ერთზე მეტი მოვა. იცით რატომ? ერთი მე ვარ და ერთი ჩემი მეუღლეა. ანუ უკვე ორნი ვართ. ერთი მე ვარ, ერთი ჩემი მეუღლეა, 3 პატარა ბავშვი მყავს და ესე იგი უკვე 5 ვართ. აჰა, 5 თავი, რომელიც უკვე მზად არის ქრისტეს ჯვარზე ავიდეს. ავიდეს ჯვარზე ქრისტეს მსგავსად, გესმით? ეხლა ნახეთ, საინტერესოა რა, იცით, მე მაინტერესებს ძალიან რამდენად შესაძლებელი იქნება სისტემის დაშლა აი ამ აქციით. სისტემის დაშლა არის ის, რომ პირველ რიგში თუ კი მე ვაპროტესტებ სისტემას და ვამბობ, რომ სკოლები არის გაყიდული ანტიქრისტეზე. ფარმაცია არის გაყიდული ანტიქრისტეზე. ყველა ნებისმიერი დაწესებულება არის გაყიდული ანტიქრისტეზე. მაშინ მე პირველ რიგში რითიც უნდა დავიწყო, ჩემი თავის და შემდეგ ჩემი ოჯახის წევრების ამ სისტემიდან ჩამოშლა. ხომ ასია? ხო და მეგობრებო, ძალიან მაინტერესებს. მოხერხდება თუ არა ამ სისტემიდან ჩამოშლა იმ აქციით, რასაც მე ვაკეთებ, ჩემი პიროვნების დაწყებით. ავდივარ მე, ან მომყვება, ან არა ჩემი მეუღლე, ნახავთ მაგას. სიტყვით კი, მაგრამ საქმით ვნახავთ. მომყვებიან ჩემი ბავშვები თუ არა, მასაც ვნახავთ. შემიწყობს თუ არა ამაში უფალი ხელს და დამაყენებს თუ არა იქ, სადაც ჯვარცმაზე ქრისტე აცვეს ჯვარს, მაშინ მე გეტყვით თქვენ, რომ უკვე დაწყებულია საქმე. თუ კი მე ერთი ადამიანი დავდგები ჯვარზე და ვიდგები და ყოველ დღე გამოგაწვდით ამ ინფორმაციას, რომ მე ვდგავარ ჯვარზე და მე გიძახით იქნე ეგების ვინმე მისმინოს, რომ ამოდით ქრისტეს შეუერთდით, აღიარეთ ქრისტეს მეფედ და არავინ შეისმენს ამას, ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია ეს. არ არის გამორიცხული, რომ 2 მილიონიდან 2 მილიონმა ადამიანმა დაიწყოს ხარხარი ამ საკითხზე. არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ბოლო ჟამს მხოლოდ ერთი ქრისტიანიც თუ დარჩა, ქრისტე ამაზეც მადლობელია. გესმით რა შეასაქმე? და თქვენ ნუ გეგონებათ, რომ ჩვენ ბოლო ჟამში არ ვართ და სადღაც შორს
წარსულში თუ მომავალში იქნება ბოლო ჟამი. დარწმუნებული იყავით, რომ გადარჩევა დაწყებულია. და დარწმუნებული იყავით იმაზეც, რომ გადარჩევა დაწყებულია სწორედ იმ ადგილზე, სადაც წმინდა ნინომ სვეტი ცხოვლის ადგილს, მაშინ ჯერ არ იყო სვეტი ცხოველი აშენებული, აუარა და ავიდა ჯვარზე, ილოცა და გამოცხადდა ანგელოსთა დასი. დიდება უფალს, ვენერა დიდება უფალს და სწორედ ამ საკითხს, მეგობრებო, არც ერთი ეკლესიის სასულიერო პირი არ გიყვებათ. იცით რატომ? იმიტომ რომ ჯვრის მონასტერი მცხეთაში უფრო მნიშვნელოვანი იყო წმინდა ნინოსთვის, ვიდრე სვეტი ცხოველი, სადაც ესვენა იქ ქრისტეს კვართი. ჯვარი იყო ყოვლად მნიშვნელოვანი წმინდა ნინოსთვის, სადაც პირდაპირ როგორც კი მოვიდა მცხეთაში, ავიდა ჯვარზე და იქ ილოცა და იქ გამოეცხადა წმინდა ნინოს სხვა ადამიანებთან, მეფესთან და დედოფალთან ერთად თანდასწრებით ანგელოსთა დასი. გესმით რა შეასაქმე? ხო და მეგობრებო, სხვაგან რატომ უნდა წავიდეთ, თუ არა ჯვარზე ავიდეთ, სადაც წმინდა ნინოს ანგელოსთა დასი გამოეცხადა თავისი ლოცვით და რწმენით ჩამოსულს. რატომ უნდა წავიდეთ ჩვენ სხვაგან, თუ კი წმინდა ნინომაც ეს ადგილი აირჩია სალოცავად. ხომ? ამიტომ მეგობრებო, მე არსად არ წავალ იმისათვის, რომ ადამიანებს ვკითხო, როგორ გინდათ გააბწყინოთ საქართველო, თუ ვინმეს გაბწყინება უნდა რამის, მოვა იქ, ავა ჯვარზე და გამოაჩენს სახეს. ვერ მოვა და ვერ გამოაჩენს თავის სახეს, ეს მისი არჩევანი იქნება და თუ მას რა მოუვა, ეგ უკვე ღმერთის გადასაწყვეტია. მე ანგელოსთა დასი მეუბნება სწორედ იმას, რასაც ახლა განდობთ თქვენ. და დღევანდელი საუბრისა არ იყოს, მე რომ ჩემს ბერ ძმას ვესაუბრე, მე რომ მივედი პატრიარქთან და მკითხეს ვისგან ხარო ვუთხარი, ზეციურმა ძალებმა გამომგზავნეს მეთქი და ხო და ეგ რომ უთხარი, ზეციურმა ძალებმა გამომგზავნესო, ვითომ მაგათზე ბევრი იყო, იმიტომ არ მიგიღესო. ჩააფურთხეთ მეთქი თქვენ დასცინით ხალხს, რომელიც ზეციდან იმართება? თქვენ ამ ხალხს დასცინით, რომელიც ზეციდან იმართება და ტრაქში რო ურჭობენ, ერთ ადგილს იმას ადიდებთ მეთქვი? ეგ აღარ მithქვავს, რა თქმა უნდა, ხა ის დავამატე აქ. ხო და მეგობრებო, თუ კი გადმოტრიალებულია ბორბალი, ეხლა გადავატრიალოთ ჩვენ ეს ბორბალი და დავატრიალოთ წაღმა, ისე როგორც უნდა ტრიალებდეს ბორბალი. ხო და ამ საკითხში ვინ მიიღებს მონაწილეობას, ისიც კარგად გამოჩნდება და ისიც კარგად გამოჩნდება, ვინც მარტო ყბედობს და ისიც კარგად გამოჩნდება, ვინც საქმით ამტკიცებს და საქმით ჩანს, რომ არის ქრისტეს გვერდში. გესმით რა შეასაქმე? ასე რომ ჩემო საყვარელო ლაზარე, გელოდები ჯვარზე და ნებისმიერ ადამიანს, ვინც კი მოისურვებს ქრისტეს გვერდში დადგომი, ქრისტეს დაუდგეს გვერდში, მოვა ჯვარზე ავა. ჯვარზე ავა, გესმით? სიტყვას დაუკვირდით, ამენით დაიწყება გადარჩევა. ამენით განიკითხება და ამენით იქნება ქრისტეს დიდება. ამინ, ამენით იესო ქრისტე. ახლა დაგემშვიდობებით, მეგობრებო, თქვენ თუ კითხვები გაქვთ, გაგცემთ პასუხს და მე კიდევ ერთხელ დაგემშვიდობებით და გავალ ამ ლაიფიდან. საქმით და მხოლოდ საქმით, მეგობრებო. საქმეებით განიხილება ყოველი. საქმეებით დაინახება ყოველი ადამიანი. დაიმახსოვრეთ, კრავს მცირეა გძალა, მაგრამ მხედზე მაინც იმარჯვებს. ასე რომ ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ ვიღაცა ან დააქცინებთ თქვენი გამოჩენით, ან ვიღაცა იტყვის ეს რა სისულელეა. გაიხსენეთ ქრისტე რას ამბობს, ვინც მოყვას სულელი უწოდოს, ის გენაში დაიწვასო, გესმით? ცეცხლში დაიწვასო და ვინც ადამიანს დასცინებს, არც ის არის ქრისტიანული. ასე რომ, ნურც იმის შეგეშინდებათ, რომ დააქცინებენ, ქრისტესაც დასცინეს, მეგობრებო.
ნურც იმის შეგეშინებათ, რომ ახვიდეთ ჯვარზე, ქრისტეც ავიდა ჯვარზე, მეგობრებო. ნურც იმის შეგეშინებათ, რომ თქვათ თქვენი სიტყვა ხმამაღლა, ქრისტემაც თქვა თავის სიტყვა ხმამაღლა, მეგობრებო და ნურც იმის შეგეშინებათ, რომ თქვენ რჩეული ხართ, ვინც იქ მოხვალთ, იმიტომ რომ ქრისტემ თქვა ეს ხალხი არის ჩემი რჩეული, ის ხალხია ჩემს გვერდით, ვინც გვერდით მიდგას. და დავინახავთ ვინ უდგას ქრისტეს გვერდში. დავინახავთ რამდენად ქრისტიანია პატრიარქი ილია მეორე, დავინახავთ რამდენად ქრისტიანია ყოველი ის ადამიანი, ვინც ახლა საქართველოს გადატრიალებას ცდილობს, დავინახავთ რამდენად ქრისტიანია ნებისმიერი მღვდელი და სასულიერო პირი, დავინახავთ რამდენად დაგვცინებს ჩვენ მღვდელი და სასულიერო პირი, მაგასაც ნახავთ პირველ რიგში, ვინ ჩვენ დაგვცინებს, ეს იქნებიან კაბიანი შავოსნები. იგივე სასულიერო პირები და დავინახავთ ბავშვებო ლაივში ვარ და დავინახავ რამდენად დაგვცინებს ყველა ის ადამიანი, ვინც წიგნობარია, ვინც ნაყიდი დიპლომები ჩაიდო ჯიბეში და პარლამენტში დაჯდა. დავინახავთ რამდენად დაგვცინებს ის ხალხი, ვინც უწმუნოა, დავინახავთ რამდენად დაგვცინებს ის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ ესენი გიჟები არიან და ათეისტობს ვითომ რომ ღმერთი არ სწამთ. დავინახავთ რამდენად დაგვიდგება მხარში ყველა ის ადამიანი, ვინც გულით თავმდაბალია, ვინც გულით მოწყალია და ვინც გულით ქრისტესთან არის. დავინახავთ რამდენად იქნება საქართველო ქრისტიანული ხალხით გაერთიანებული. დავინახავთ რამდენად დაგვცინებს საპატრიარქოს მრევლი და დაგვარქმევს სექტას, როგორც ქრისტეს არქმევდა სექტას. დავინახავთ რამდენად გამოჩნდება ადამიანის სითამამე, უი საპატრიარქო მერე ბოლო არ მომიღოსო. დავინახავთ ვინ იქნება მშიშარა და ვინ იქნება გულადი. დავინახავთ ყველაფერს, მეგობრებო, ჩვენ ყველაფერს დავინახავთ. და ამ ვიდეოს მთელი საქართველოს ყველა მოსახლე ნახავს, ვისაც ქართული ესმის და ვინც ქართული იცის. და ვერავინ იტყვის ღმერთის წინაშე, რომ მე ეს ხმა არ გამიგიაო. აი ნახავთ, მეგობრებო, ამ ვიდეოს სრულიად საქართველო იხილავს. და ამ ვიდეოში გამოჩნდება თუ ვინ არის ქრისტიანი და ვინ არ არის ქრისტიანი ამ ლაიფების მეშვეობით. თამარის ლაიფის მეშვეობით. დიახ. არა ილიას ღონისძიებით, არა პოლიტიკოსების ღონისძიებით, არა ვიღაცა მეფეების ღონისძიებით, არამედ ერთი მეფეა, მეგობრებო, ამ დედამიწაზე მხოლოდ. ეს არის ქრისტე. ერთი მეფე და ერთი პატრიარქი, ეს არის ქრისტე. მეფეც და პატრიარქიც შვენი არის ქრისტე და ამას თუ აღიარებს ილია მეორე, ამასაც კარგად დავინახავთ, მეგობრებო, მაგრამ მე გეტყვით რას გააკეთებს ილია მეორე. ილია მეორე მოვა და დაგვცინებს ჩვენ და შემდეგ გაისმება ხმა ზეციდან და ილია მეორე დაფაცხუნდება და შეეშინდება და მოინანიებს, მოვა და ფეხ ქვეშ გაგვეგება მაპატიეო იტყვის. და აჰა გამოჩნდა ის წინასწარმეტყველებაც, როცა გაყვება მთელი მრევლი ილიას და აიყვანს მთაზე, სადაც დგანან ქრისტე და მისი მეუღლე. უი, რა საინტერესო რაღაც გამოვიდა, ხო? პირველად გავიგე. ხუმრობა გვერდზე გადავდოთ, მეგობრებო, და რაც გითხარით, ზუსტად ისე იქნება. ახლა იცით რა არის, მეგობრებო? ზოგჯერ ადამიანებს სჭირდებათ ისეთი სიტყვის თქმა, რომელიც პირდაპირ გულში მოხვდებათ. და პირდაპირ მატრიცას დაუმსხვრევს, როგორც ერთი პროგრამისტი, რომელიც პირდაპირ მატრიცაში შედის და ყველაფერს აგვარებს, ყველაფერს ასხვანაირებს. სხვათა შორის გუშინ მატრიცა მეორეს უყურე, მეორე ნაწილს და საინტერესოა, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ. და აქ ჟღერდება ერთი საინტერესო რამე. ხომალდი ნაბუქოდონოსორი.
ნაბუქნესარ ესე ეწოდება, მაგრამ იქ დიდად წერია პირველში, მეგობრებო, მატრიცის პირველში ნაბუქოდონოსორის ხომალდი. ხო და ამ ნაბუქოდონოსორის ხომალდზეა საუბარი, რომელიც გადაარჩენს ციონს, იგივე სიონს. და ძალიან საინტერესო კოდებია მაგ ფილმში ჩადებული და ვინც ნაბუქოდონოსორს იცნობს, ის მიხვდება რაშიც არის საქმე. და ვინც სიონის გარკვევაშია, ისიც მიხვდება რაშიც არის საქმე. ხო და ნაბუქნესარ რო იძახიან ესე იქ ინგლისურად ნაბუქნესარ, რომელიც ვერ გაიგებს ქართული თუ არ იცის ადამიანმა ქართული სიტყვები, ქართულში თუ არ არის ჩახედული, რომ ეს არის ნაბუქოდონოსორი. და პირველ დავასკრინშოტე კიდევაც პირველ სერიაში ძალიან წამიერად გამოჩნდება როგორ დიდად წერია ნაბუქოდონოსორი. ხომალდი ნაბუქოდონოსორი. ესე ქვია ამ ხომალდს, მეგობრებო და იცოდეთ რა, ყველაფერს გიშუქებთ. ჰოლივუდი, რაც შემდეგ შეიძლება რომ მოხდეს. ეს არის მატრიცა ყველაფერი, გიგეგმავს ყველაფერს. ყველაფერს აფირმირების ძალით, აფირმაციის ძალით გიდებს ტვინში და შენ თუ ქრისტეს რჩეული ხარ, ამას დაიჭერ, მიხვდები და გადაწერ ისე როგორც ქრისტემ გითხრა. ახლა მეგობრებო, თქვენ კითხვებს ველოდები, მაინტერესებს თქვენ. მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? რამდენად ხო, აი ზაზა ჯაიანი წერს 100%-ითო რაღაცაზე მითხარი, ხო? ზაზა ვერ გავიგე. ვერ წავიკითხე მაშინ. ეხლა დიდება უფალს, ამინ ლილი წერს დიდება უფალს, დიდება ლილი, დიდება უფალსო ვენერა წერს, დიდება უფალს ვენერა. კიდე სხვები რომ იყურებთ, სხვებს არა გაქვთ იდეები? სხვებს თუ გაქვთ იდეები? შეცვალე მატრიცა ნეო. კი დაგიდეს წინ ეს მატრიცა, მაგრამ შენ უნდა შეცვალო მატრიცა, სხვა ვერავინ ვერ შეგიცვლის. ხო, საინტერესო იყო კიდე რომ არქიტექტთან მივა. ეს ყველაფერი ვინც არქიტექტორია ამ ყველაფრის, ამ მატრიცის წარმოშობით, შევანეო ამ გასაღების მკეთებელთან, მკეთებელს ხო იპოვიან, გასაღების მკეთებელი კიდე წაიყვანს, შეიყვანს იმ ოთახში, სადაც ოთახში შეიყვანს გესმის და ამ ოთახში შევა და ეს არქიტექტორი, ვინც ეს ყველაფერი შექმნა, ეუბნება ნეოს რომ ნეო იცი რამდენჯერ იდექი უკვე აქ? იცი რამდენი ვერსიაა შენი? და ახლა რას აირჩევ? აირჩევ სიყვარულს თუ აირჩევ სიონის გადარჩენას? გისმენ დედიკოს გულო, მითხარი აბა რა მინდა. ხინკალი გინდა? ხო. როგორ მოვიტანო ეხლა ხინკალი? აუ ბებოს აქვს. ბებოს აქვს? ხო. მე ბებოსთან როგორ წავადი? აუ რა საინტერესო ხა ჩემი შვილი ყოველთვის რაღაცაზე მოდის ხოლმე და ისეთ საინტერესო ამბებს მიყვება რომ ყოველთვის ნიშანს მაძლევს ხოლმე და ხინკალი აბა რას არ გააღო დედიკო რა ნუ გააღებ მაგ ფანჯარას არ ხო ნუ გააღებ მაგ ფანჯარას სინქრონში არ ვართ ხინკალი ბებო და ფანჯარას აღებს ხინკალი ალთან არის დაკავშირებული ხანი, ინი, კარი. რა გიდათ, უკვე გითხრა, ხანი, ინი, კარი, ანუ კარი იღება უკვე იმ ხანის, რომელიც და ფანჯარაც იღება. განე დედიკო თავი რა აქვთ ხო? ხო და ეს რასთან არის ნეოზე ვსაუბრობდი, ესე იგი გასაღების მკეთებელს იპოვის, გადაარჩენენ იქ რაღაცა დიდი ბრძოლები იქნება, ძალიან ანუ ტექნიკურად ძალიან ბანძურად შესრულებულია, მაგრამ შიგ თავში ან რა ინფორმაციასაც გაწოდის ეს მატრიცა, ხო? მეორე ნაწილი, ძალიან საინტერესო დააკვირდით მეგობრებო, რა ვისაც ყური აქვს ისმინოს. ესე იგი აქ არის გადარჩენაზე მიდის არქიტექტორთან
და ეს არქიტექტორი ძის რა და მოკლედ ორი კარი არსებობს აქედან გასასვლელიო რა. ერთი ან გადაარჩენ შენს სიყვარულსო, ანუ იმ ქალს, ვინც გადაარჩინა ნეო პირველ სერიაში. და ნეოს და ამ ქალს, ნუ ესენი არიან twin flame, ესე რომ ვთქვათ, ერთმანეთის მდედრი და მამრის სულები, რომლებსაც ერთმანეთი სჭირდებათ და თუ ერთმანეთი არ ყავთ, სასიცოცხლო ენერგია ეცლებათ ორივეს და როგორც წყალი და როგორც ენერგია და როგორც ჰაერი ისე სჭირდებათ ერთმანეთი აი ამ ორ twin flames. ხო და მეორე კარი არისო, რისთვისაც იბრძვიან და მიდიან აი ამ ნაბუქოდონოსორის ხომალდით, რომ გადაარჩინონ სიონი. მოკლედ ერთი სიტყვით ეს სიონის გადასარჩენად ეტყვის ეს არქიტექტორი ერთი არჩევანი გაქვს და ორი გზა არისო რა. ერთი რომ გადაარჩენ, გახვალ ამ კარში და გადაარჩენ შენს შეყვარებულს თუ twin flames ვინც არის მე ტყუპსულს და მეორე არის გახვალ კარში და გადაარჩენ სიონს. და თქვენი აზრით, ვისაც არ გაქვთ ნაყურები, რას აირჩევს ნეო და როგორ მთავრდება ეს ფილმი და ვისაც ნანახი გაქვთ, რატომ აირჩევს, მითხარით რა, რატომ აირჩევს ნეო ამ კარს და არა იმ კარს. აი მაგას თუ გამცემთ, არის თუ არა ეს მართებული, რასაც ნეო გააკეთებს, ესეც მაინტერესებს თქვენგან რა. აი უმაგრესი იცი როგორ მესიჯებს გვაწვდიან, რომ დაგვრცინიან რა, ყველაფერი ვიცითო გვეუბნებიან, ყველაფერი ჩვენ ხელშიაო. და იცი მე რას ვეტყვი აქედან მაგ სისტემას, აი ჩააფურთხოს, აქ ჩააფურთხო. იცი რა არის? ყველაფერი შენს ხელში კი არ არის სისტემა. ყველაფერი იმის ხელშია, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, გესმის? და ვინც სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ის თავის გულშია ჩასული და ქრისტესთან არის, გესმის, ვინ იმარჯვებს სისტემა? შენ კი არა, ქრისტე იმარჯვებს. თამარ, შენ რა აზრის ხარ ენუქიზე, რომელიც ამბობს, რომ საქართველო არის ისრაელიო, იღებს უფლის ციხეზე, ფილმებს იერუსალიმი არისო. მანანა კოტიშაძე, მანანა. აი ხა ეს არის რამდენჯერ მკითხეს ამ კაცზე რა. მე გეტყვით რა, ეს არ მაინტერესებს. ვინ რას ამბობს, რა არის? არ მაინტერესებს. იცით რატო არ მაინტერესებს? მე ვიცი რაც არის იერუსალიმი და არ მაინტერესებს წარსულის ქექვა, ხო? ვინ სად როდის აცვეს ჯვარს და აქ თუ იქ თუ აქ არ მაინტერესებს რა. არსებობს სიტყვა, არსებობს ენა, ნახეთ, ამენით განიკითხება ყველაფერი. ამენით ჩვენ ავდივართ ჯვარზე. ამენით ჩვენ ვუერთდებით ქრისტეს და ამენით განიკითხება ყოველივე. ენუქმა თქვა თუ არა რომ ეს არის ისრაელი და იცი რა არის ისრაელი? ისრაელი არის ის, ვინც ქრისტე აღიარა მეფედ. არც ერთი სხვა ადგილი არ არის ისრაელი. იცით თქვენ ეგ? ხო და სიონის გადარჩენა ხდება ამ გზით. აღიარებ შენ მეფეს ქრისტედ მეფეს. და ხდები შენ ზეციური იერუსალიმი. ვერ აღიარებ და ილიას აღიარებ უწმინდესად, მაშინ შენ ვერ ხდები ზეციური იერუსალიმი. გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ. ეხლა რა დაწერა ენუქმა, რა თქვა ჯოხაძემ, რა თქვა პეტრემ და პავლემ, ეგ მე აღარ მაინტერესებს ხალხო. მე მაინტერესებს მხოლოდ ერთი. გესმის ესენა? საუბრობ ამენით. ხო და ამენით იაზროვნე. არა ვიღაცის დაწერილით და არა ვიღაცის დაჯღაბნილით. ამენით განიხილე ყველაფერი. და ამენით გეუბნები რომ ადი ჯვარზე და აღიარე ქრისტე მეფედ. დააფიქსირე შენი ხმა ლაივში. და თქვი, მე ვაღიარებ ქრისტეს ყველა დროის მეფედ, ყველა დროის პატრიარქად და გახდი სიონი, გახდი იერუსალიმი, გახდი ზეციური იერუსალიმი. ნეო, ორი კარი არსებობს. გახვალ ამ კარში გადაარჩენ სიონს. გახვალ ამ კარში გადაარჩენ შენ შეყვარებულს. გახვალ ამ კარში აი გადაარჩენ სიონს, დაკარგავ სიყვარულს. გახვალ ამ კარში გადაარჩენ შეყვარებულს, არ ვიცი რა მოუვა სიონს. აბა დაფიქრით რას გეუბნებით. კარგად.
ჩემი აზრით უნდა გადაარჩინოს თავისი ტყუპი სული, ანუ სიყვარული, რამე თუ ქრისტე ხომ სიყვარულია. ნუნუ 100%-ით ეგრეა. თუ სიყვარულობა არსებობს სიონში, ის სიონი მკვდარია. და თუ კი სიყვარული არსებობს სიონში, ის სიონი ცოცხალია. და შენ თუ აირჩევდი კარს, რომელიც არის უსიყვარულო და მხოლოდ სიონი, იქ ქრისტე არ არის. და შენ თუ აირჩევ კარს, სადაც სიყვარულია, მაგრამ შეიძლება სიონი დაკარგო, იქ სიყვარულს ირჩევ და იქ ქრისტეს ირჩევ, გესმით? აქ ძალიან მაგარი კოდები დევს ამ ფილმში რა. ხომ გეუბნებით, შეგიძლიათ სატანას შემოაჯდეთ ზურგზე და ღმერთამდე მიაყვანინოთ თავი. გესმით? სატანა მამას ემსახურება. შენ თავარია, შენ არ შემოისვა თავზე სატანა და ატარებინო თავი აქ იქ და არ დააბერებინო თავი და არ წაართმევინო მამისგან შენი თავი. არამედ შენ შემოაჯექი მას და მიიყვანე მამამდე. გესმის რაშია საქმე? ამიტომ რატო ვახსენე ახლა სატანა? ჰოლივუდის უკან დგას სატანა. მაგრამ ის გესაუბრება შენ, გაწვდის ინფორმაციას და შენ თუ ბრმა და ყრუ ხარ, ვერ გაიგებ ამ ინფორმაციას. და თუ ხარ ნათელი გონების, შენ გაიგებ და მიიღებ ამ ინფორმაციას და ეტყვი, ჩემო კარგო მეგობარო, ჩემო მამის მსახურო, მოდი აქ შენ მამასთან უნდა მიმიყვანო ეხლა, შემოაჯდები ზურგზე და თავს მიაყვანინებ მამასთან. გესმით რაში აქ? რატომ არ მოკლა ღმერთმა სატანა? იმიტომ რომ ის შენი მსახური უნდა გახდეს, როგორც ქრისტემ გაიმარჯვა მასზე. შენც უნდა გაიმარჯვა. შენ უელოდები ქრისტეს. დღეს ჩემ ბერძმასაც უთხარი. ჩვენ თუ დაველოდეთ ღმერთს და ქრისტეს, ღმერთმა თქვა, მე ჩემი შვილი, თქვენ რომ მოგიგზავნეთ და თქვენ რომ მომიკალით, იმასაც კი ვერ ვუშველე და არ ვუშველე. ამიტომ თქვენვე აიღეთ პასუხისგებლობა თქვენს თავზე და გადაარჩინეთ ჩემი შვილი, თუ გინდათ რომ მოხვიდეთ ჩემთან. როგორ გადავარჩინოთ ქრისტე? ვაღიაროთ ის მეფედ და პატრიარქად. ყველა დროის აღარ გჭირდება ჩვენ სხვა პატრიარქები და სხვა მეფეები. და თუ შენ ისევ და ისევ ვერ მიხვდი ამ სიტყვებს და ვერ ჩაწვდი ამ სიტყვებს, შენ ხარ მატრიცაში გამოკეტილი და ელოდები ქრისტეს გამოჩენას. და ვერ მიხვდარ ხარ რომ ქრისტე არის აქ და არსად წასულა. შენ უბრალოდ ის უნდა აირჩიო როგორც მეფედ და როგორც პატრიარქად. სხვა არავინ, მეგობრებო, არავინ სხვა. კაცი შვილი ამ დედამიწაზე არ იმსახურებს ამ ტიტულს უწმინდეს და უნეტარეს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს ტიტული, რომელიც ეცვა ჯვარს და რომელმაც დაიდგა ეკვლის გვირგვინი. მხოლოდ და მხოლოდ მას ეკუთვნის ეს ტიტული და მხოლოდ მისი აღიარებ, შენ ხარ ზეციური იერუსალიმი, ვერ აღიარებ, შენ ხარ ჯოჯოხეთი. გენაცვალე შენ თამარ, ნუნუ, მადლობა ნუნუ, ამინ, ამენ, ვენერა წერს, ამენ. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ნებისმიერ თქვენგანს, ვისაც დიდი ამპარტავნება აქვს თავის თავში, გაიცინებს ჩემ სიტყვებზე. ნებისმიერი თქვენგანი, ვინც მწიგნობარია იტყვის ამას თუ იმას, მომიდებს რაღაცა მაქე, როგორ არის ნაკლს. ნებისმიერი ამბიციური ადამიანი, ვისაც სურდა ქრისტეს ტიტულის მიწერება, იტყვის ეგ სატანისტიაო ჩემზე და ნებისმიერი ადამიანი, ვინც ვერ ერკვევა სასულიერო საკითხებში, ის იტყვის რომ ეს გოგო გიჟიაო, არაუშავს მეგობრებო, არაუშავს. ყველანი განათლებით, როდესაც ქრისტე გაგინათებთ გონებას, ყველანი მიხვდებით ერთ დროს თუ რას საუბრობდა
ქრისტე. არა წარსულში, არამედ რას საუბრობს ქრისტე და რას ისაუბრებს ქრისტე. ყველანი მიხვდებით ამას. ამიტომ მე ნაკლებად მეშინია თქვენი ხინჯის მოცხევის. გაკოცეთ ყველას მიყვარხართ გულში, აი აქ. მოკლედ ერთი სიტყვით, ჩვენ ყველანი ქრისტეს შვილები ვიხილავთ ჯვარზე ავალთ და ჯვარს ვეცმევით. სხვა რა გითხრათ? ოღონდ ამგვარად უსისხლოდ და აღიარებით, დიდებით, ქრისტეს დიდებით და ქრისტეს მეორედ მოსვლით, მეგობრებო, გიხაროდნენ, ქრისტე მოდის შევეგებოთ ჯვარზე. მართლა. ახლა გაკოცეთ, მეგობრებო და რა ვიცი, სხვა რა გითხრათ? ღმერთმა გაგაგებინოთ ის სიტყვები, ისე როგორც მე ვამბობ და ისე როგორც მე მათქმევინა მამაზე ციერმა. გაკოცეთ.